შეთავაზება იყო მთავრობის წარმომადგენლებისგან, ეს ერთი რაც შეეხება შეთავაზებას. მეორე, გეგმები ზოგადად საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ საკითხებს შორის ერთ-ერთი არის რეგიონებისადმი ყურადღების მიქცევა და რეგიონული პროექტების განვითარება, რათა რეგიონში მოხდეს სოციალურ-ეკონომიკური წინსვლა. ამისი ნათელი და თვალსაჩინო მაგალითია ისიც, რომ გაიყო ერთი სამინისტრო და ცალკე შეიქმნა რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელიც ფოკუსირებულია კონკრეტულად რეგიონების განვითარებაზე. ვიცით, რომ ისე როგორც სხვა რეგიონებში, ჩვენს რეგიონშიც ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება მოსახლეობის საკეთილდღეოდ და უფრო მეტი განხორციელდება. თქვენ კარგად იცით, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ერთ-ერთი მოვალეობა არის პროექტების კოორდინირება, მონიტორინგის გაწევა და მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებულად თანამშრომლობა. ეგ გეგმა იყო და მეც გავაგრძელებ მაგ გეგმის რეალიზებას.